სამართლიანი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა? ბიძინასნაირი ხალხი ჭირდება საქართველოს და მინდა რომ საქართველოს. მე ვფიქრობ კი. იმიტომ რომ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ავტომატურად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ქართული კაცია და საქართველოს მოქალაქეობა რომ წაართვა. სამართლებრივი რაფერი იყო? ქართველია და საქართველოში ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში ამგაც ნამდვილად ცუდი არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი სმერტი, მე ესე ვთვლი. ანუ ამაზე მე თავ შევიკავე. ყოველ შემთხვევაში დადებითი პასუხი მაქვს. ანუ საკმაოდ აი პიროვნებაა საქართველოსთვის მე ესე ვთვლი. და მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი არსებობდა თქვენი აზრით? თავ შევიკავე ბავშვებს. ნამდვილად ვერ ვერკვევი ამ ყველაფერში. მე არ ვიცი. მე ვიცი რომ ფორმალი მოქალაქეობის უფლება ყველას აქვს და არა სამართლიანი იყო. საქართველოს დაბადებული კაცია. საქართველოს დაბადებული. რა უყოთ რომ დღესდღეობით გარეთ არის, მაგრამ ხო აქ არის მაინც, სახლკარი ხო აქ აქვს მაინც. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქედ. არ იყო სამართლიანი. ანუ ხომე იყო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, საფრანგეთის მოქალაქეობა და კანონით თუ არ ხათვალისწინებული რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას როცა იღებ, აღარ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მაშინ უნდა ჩამოერთვია. ერთი მოქალაქეობა რა გახდა? არა სამართლიანი იყო და სამარცხვინო იყო. რა თქმა უნდა, არა, ვფიქრობ რომ არ იყო სამართლიანი. რატომ გონიათ? არ იყო, იმიტომ რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები არსებობს და მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად და ჩემი აზრით იმ კრიტერიუმებში არც ერთი არ ჩნდებოდა და ეს მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყო და მეტი